მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია მიხეილ გაბაიძე. რო გითხრათ, რომ აი რაღაცა სრულად შევძლებთ მეთქი მისი რეგალიების ჩამოთვლას, ალბათ ძალიან გამიჭირდება. ერთი ვიცი, რომ არის ხელოვნების სფეროს მენეჯერი, ვიცი, რომ არის რეჟისორი, ვიცი, რომ არის მუშაობს ტელევიზიაში და აქ საოცარი გადაცემათა ციკლი, ალბათ ყველა ბათუმელს ექნება ნანახი და არა მხოლოდ ბათუმელს. როგორ ქვია გადაცემათა ციკლი? ეთნოფორია და ეხლა ჩემთვის რაც ყველაზე ესეთი იყო შთამაგონებელი და რამაც გადამაწყვეტინა, რომ დღეს გვესაუბრა და მიშასთან მქონოდა დიალოგი თქვენთან ერთად. ეს არის საოცარი როგორ ქვია, პირველი ავტოგრაფი, ეს არის საბავშვო თეატრალური ფესტივალი, რომლის სულისჩამდგმელი, იდეის ავტორი თავის გუნდთან და მეგობრებთან ერთად არის სწორედ მიშა და კიდევ ერთი, ეს არ გამომჩეს თავარი, მიშას აქვს ძალიან საინტერესო ნაწარმოები, როგორ დავარქვათ, მინი-ფილმი თუ როგორ ქვია, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის პრემიერაც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც მივხვდი, რაღაცა პარალელურად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა ამ ფილმის პრემიერა. მოკლედ, როგორც ხედავთ, გვაქვს ძალიან ესეთი ფართო სპექტრის საქმიანობის ადამიანთან საქმე და მინდა რომ აი დღეს რაღაცერად გავაშუქოთ მიშას კიდევ ერთი მხარე, ის როგორც მამა, როგორც განათლების სფეროში რაღაცა გარკვეული სხივიანი ელემენტების შემტანი და საერთოდ როგორ უყურებს, როგორც მოქალაქე ზოგადად იმას, რაც განათლებაში ხდება დღეს და მანამდე. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცი საშუალება, რომ შენთან მესაუბრა. ფაქტობრივად ამოუწურავი დარჩით ჩემთვის, აი ნებისმიერი საუბრიდან ყოველ 10 წუთში შრეებივით იხსნებოდი. ანუ იმდენი რამ გამოჩნდა შენს მიერ გაკეთებული, რომ მართალი გითხრათ, ისიც მიკვირს აქამდე როგორ არ მოგიწვია. რას გვეტყოდი იმ საქმის შესახებ, რასაც ხელი მოკიდე და ყველაზე მეტად მაინტერესებს ეს საბავშვო ფესტივალი, პირველი ავტოგრაფი და როგორც ვიცი, წელს იყო პირველი წელი, ხო, როცა ეს არ გაგიკეთებიათ და ან რატო არ გააკეთეთ და ან ზოგადად როცა კეთდებოდა, რა ხდებოდა და ეს ბავშვების ემოციები, ბავშვთან მუშაობა, მე ვიცი, როგორი ერთი მხრივ როგორი რთული არის და მეორე მხრივ როგორი უკუგება აქვს ბავშვებთან მუშაობას, ეს კიდე ცალკე ამბავია. გამარჯობა, ესე იგი უბრალოდ მადლობა მოწვევისთვის და გუწველად უნდა გითხრა, რაც წინათ გითხარი, უნდა გავიმეორო, რომ არ ვაკეკლუცობ, არ ვიპრანჭები, ვთვლი რომ არ ვარ კარგი რესპონდენტი და მინდა რომ დამეხმარო იმაში, რომ ჩვენ რაღაცა გამოგვივიდეს საინტერესო საუბარი. ძალიან კარგია, რომ პირველი ავტოგრაფით დავიწყებ ჩვენ საუბარს, ეს არის ალბათ ჩემს აქტივობებს შეიძლება ითქვას ყველაზე ესეთი ღირებულად რაც მიმაჩნია და მნიშვნელოვნად რაც მიმაჩნია და რატო ვფიქრობ ასე. და უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ეს მე და ჩემი მეგობარი რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი ვართ, ანუ ამ ყველაფრის იდეის ავტორიც, დამფუძნებლებიც და ნუ ყველაფერი ერთად დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ზღვა სამეგობროსთან ერთად ამ ყველას ვერ ჩამოვთმარე, პეტრეს სახელი მინდოდა რომ მეხსენებია აუცილებლად. ესე იგი, ეს 2001 წელს დავიწყეთ ამის კეთება და ამის ინსპირაცია რა იყო? მე თეატრში მუშაობ 2008 წლიდან, როგორც თანამშრომელი, თუმცა ნუ ახლა თეატრში არ დავადებულ ვარ, მაგრამ რავი, ლამის გავიზარდე თეატრში, იმიტომ რომ აი შავნელ 90-იან წლებში მე ვღეროდი ჯერ ბავშვთა სახელმწიფო ანსამბლში რამინ მიქაბელიძე, თუ გახსოვთ 500 ბავშვი ვეზიარეთ მაშინ აი უშუქობის და სიბნელის პერიოდში ქართულ მრავალხმიანობას და ასევე იყო ბავშვთა ოპერა, თუ გახსოვთ ლიცეტურანდოთი. რას ვღეროდი იქა? გუნდის მსახიობი ვიყავი, სოლისტი არ ვიყავი, თუმცა ნუ თავარი რა იყო, რომ იმ დროს როცა მართლა არაფერი არ ხდებოდა ქალაქში, ჩვენ ის 200 რაღაც ბავშვი რაოდენობით თეატრში ვიყავი დილიდან საღამომდე, თან ურთიერთობა ჰქონდა, ნუ გიზოსთან და რა ვიცი, ვისთან არა, ხო ბატონ გიზოსთან ჰქონდა ურთიერთობა, ეს ხო ყველაზე ალბათ ბავშვობის ყველაზე გემრიელი წლები.
ხო და 2008 წლიდან მუშაობ თეატრში და კარგად ვიცნობ ამ პერიოდად მოყოლებულ თეატრის რეპერტუარსაც და ლამის სახეზე ვცნობ ყველა მაყურებელს და ხმაზეც კი, აი ჩემი ტელეფონის ნომერი არის ეწოდებულ კოლ-ცენტრში თეატრში და ყველას ვცნობ და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ მოზარდები არ დადიოდნენ თეატრში. ანუ თეატრს არ ყავდა მოზარდები თარიფსებოდა დარბაზი. და მე ამ სპექტაკლების შეთავაზების პროცესისას მე სამსახურს ხელმძღვანელობ PR-ის და მარკეტინგის და როცა სკოლებში შევდიოდი და ვამბობდი რომ გამარჯობა ბავშვო, მე ვარ ესა და ეს ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრი, რუსთავის ქუჩაზე როა, ძეგლის წინ რომა და აი კლასში შეიძლება 2-მა 3-მა იცოდა მისამართი. ამას დაემატა ის რომ მისამართი კი არა, აი შეიძლება კონცერტი ვერ გაერჩიათ სპექტაკლისგან. ძალიან ცუდ რაღაცებს ყვები ახლა რა, მაგრამ ეს რეალურად ეს ეპოქა იყო. აი ახლა სულ ახალმდელ ამბებს გიყვებით. აი 5-6 წლის ამბებს გიყვებით, იმიტომ რომ მე მართლა ყველა სკოლასთან მქონდა. ქალაქის სკოლას ვარ, ბათუმზე ვსაუბრობ ახლა რეგიონებზე კიდე იქ საერთოდ იქ გასაგებიც არის რატომაც არის ეს პრობლემა. და პანდემიის დროს აი პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა სპექტაკლი ჰელადოსი, სადაც სკოლის ბავშვები იყვნენ ძირითადი შემსრულებლები. კასტინგი გავაკეთეთ და შევარჩიეთ. და მაშინ ვერ ვითამაშეთ სცენაზე და ვითამაშეთ ქუჩაში. აი ეს იყო ალბათ ყველაზე მთავარი რამაც გადაგვაწყვეტინა რომ ფესტივალი იყო აუცილებელი. ესე იგი, აი რა გითხრათ, ფეხზე იდგა ხალხი და ისეთი ემოცია იყო სცენაზეც ბავშვებისგანაც, მაყურებლისგანაც, რომ დღემდე ვინც ეს სპექტაკლი ნახა, ყველა არის, რა ვიცი, აი კიდე რო ნახავდა და ამოუწუროთ რომ ნახავდა და მაშინ ვთქვით რომ მოდი ვცადოთ ფესტივალის გაკეთება. და არ ვიქნები ხა მართალი თუ არ ვახსენებ, მაშინდელი მინისტრი ქალბატონი მაია ძალიან ეგრევე დაგვიდგა გვერდით და თქვა მან რომ მაშინდელი რა ახლა? ხო, ახლა უბრალოდ ხო გაიყო სამინისტრო, ეხა განათლების საერთოდ მაშინ ერთი იყო და ფაქტიურად ყველაფერში დაგვიდგა, ძირითადად ხა ფინანსების ამბავი იყო, თორე იდეაზე რომ დავიწყეთ მუშაობა, პირველი რაც გავაკეთეთ, შემოვიარეთ, დავიწყეთ რევსცენტრთან ურთიერთობა, შემდეგ დირექტორებთან, შევხვდით ყველას და უთხრით, რომ ჩვენ დაგეხმარებთ რაც შეგვიძლია. და მინიმალური ის ქონდა მოთხოვნები და ეს მოთხოვნები რა იყო, რომ რაღაც ეხა აი ყველა რამდენიმე თევზი რო დაგვიჭირა, რომ მოდი იყოს ნაწარმოები ქართული. თუ რამე შექმნით კი ბატონო, ქართული ნებისმიერ აი ზღაპრებში არ ვარ შეზღუდული, იყოს სოფლიო ზღაპრებიდან, მაგრამ სხვა მხრივ ისედაც ეხა პიესებიც არ გვაქვს, საბავშვო პიესები, მით უმეტეს ძალიან ქართული პიესები ხო ისედაც როგორ გვაქვს და საერთოდ არ იდგმებოდა ეხა ბოლო პერიოდში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს თეატრში რაღაცა მეტწილად ქართული კლასიკოსები იდგმება, მაგრამ ქართულ თეატრში ზოგადად იყო ამის პრობლემა. და მოკლედ პირველ წელს 14 დასმა მიიღო ფესტივალში მონაწილეობა, რაც იყო ჩვენთვის, ავიცი, ძალიან დიდი შედეგი. მეორე წელს უკვე 25 დასი ყავდა და აი ხა 60-მდე დასი უკვე 4 წლის განმავლობაში მივიღეთ და თან რავშვებით, რომ ხა ერთი კვირა ტარდება ფესტივალი და ერთი კვირის განმავლობაში ყველას ვერ აჩვენებ. ანუ მეტნაკლებად შეკრულ სპექტაკლებს ვაჩვენებთ ფესტივალის თარიღებში და სხვა სპექტაკლებს წლის განმავლობაში თამაშობთ სხვადასხვა სივრცეებში. აი ხა ძირითადი სივრცე რა თქმა უნდა დრამატული თეატრი იყო, თოჯინების თეატრი, მცირე სცენა, სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და ქონდა აი ბიბლიოთეკები მაგალითად, საჯარო ბიბლიოთეკა, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი მაგალითად. ქონდა შემთხვევა რომ ვითამაშეთ სამანქანო ლაბორატორიაში საზღვაო აკადემიის და ქონდა შემთხვევა ამას უყვები საქალაქო სასამართლოში ვითამაშეთ. იმიტომ რომ გიორგი მეფე სასამართლოდან დიდოსაის მარჯვენადან ეს იყო ხულოს სოფელი ესეთ ბოძაური, აი რა მართლა რომ მამალი არყივის ეს სოფელი, აი ამათ ქონდა ეს სპექტაკლი გაკეთებული და მეთქი სცენაზე უნდა შევქვნათ რა ეს რაც არის და რატომაც არა რა და თან იმაზეც ვიფიქრე რომ ვიღაცებს ხო მიუთითეთ რომ მუზეუმის მისამართიც შეიძლება ვასწავლეთ ბიბლიოთეკის ყველაზე არ ვსაუბრობ რა თქმა უნდა. მოდი სასამართლოში შევიყვანოთ რა ბავშვები, რომ სასამართლოზე რა გვესმის ჩვენსო ხო? უნდობლობა, წივილი, კივილი, რავი, აი ბოლო პერიოდში რასაც უყურებთ, საერთოდ უნდობლობა გქონდა ხო სასამართლოს მიმართ. მოდი ბავშვები შევიყვანოთ. მოსამართლეს რომ დაველაპარაკე ამის შესახებ, ერთი დღე მომეცი უმთხა და მეორე დღეს რომ დამირეკა თანაშემწე და მითხრა რომ დიდი სიამოვნებით მანტიაც გვათხოვა, ჯაკუჩიც მოგცა და ვითამაშეთ ესა რა ქვია რა, საქალაქო სასამართლოს ერთი. მაგარი ყველა სპექტაკლს მაშინ გადავცემით ჩვენ ლაივში. თან პანდემია რო იყო, ვიცავდით ამას რა ქვია. დისტანციებს მაყურებელი ბევრი არ უნდა მივიყო და ყველა სპექტაკლი ლაივში რო გადიოდა, მანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, კადრში ჩანდა ეს მოსამართლის შუშის, აი ეს რაც არის რა.
ხო და იმ პერიოდში იყო ეს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ახალი დაჭერილი და სულ ის იყო რა, აი თქო ამ სასამართლოს ისინი ქონდათ ფიქრები ალბათ ყველას და ელოდებოდნენ რომ რაღაცა ეს უნდა იყოს და ხო არის რომ ფერზე წამოდეკით მოსამართლე მომზადდება, ხო არის ეს ტექსტი რა, როცა სასამართლო რეალურად რაც ხდება და აქ ესე იწყება რა, ფერზე წამოდეკით მეფე მობრძანდება. ყველა შოქში ვარ ბიჭო და აშვებით აი რო წერდნენ კომენტარებს რომ რა მეფე მობრძანდება ვინ ხარ. მოკლედ ეს ფესტივალი არის ჩემი აზრით ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი და ბოლო პერიოდში თუ დაკვირვებული მაყურებელი აუცილებლად შეამჩნევდა აი გულწრფელი მაყურებელი და გულწრფელი გულშემატკივარი თეატრის რომ მეტილად ბათუმის დრამატულ თეატრში სწორედ მოზარდები დადის და თან ბევრ კულტურას ეზიარე, მაგრამ ერთ-ერთი არის კიდე რაც ბათუმში მეტნაკლებად არ იყო და თქვენ კარგად გეცოდინებათ ბილეთის ყიდვის კულტურასაც მიეჩვენიან. აი უკვე ყველა ბავშვმა იცის და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მათთან რომ ფული უნდა დახარჯო აუცილებლად. თუ მოგეწონება, იტყვი რომ აი სწორად დავხარჯე და იმ დღეს კოკა-კოლა არ და რა შაურმა არ შევჭამე. თუ არ მოგეწონება, იცი რომ აი არასწორად დახარჯე და აღარ შეიძლება ნიბილეს და აღარ მიხვალ ამ წარმოდგენაზე. ანუ ბევრი სიკეთე მოიტანა და ნუ შეუძლია მოიტანოს თეატრმა და განსაკუთრებით ცოცხალი ურთიერთობები, რეპეტიციების დროს ბავშვები სხვადასხვა პერსონაჟებში შეძვრებიან, აი ისეთი სასწაულები ხდება, აი წეგან გიყვებოდი რომ ხულოდან აი ხიხაძირია სოფელი, სადაც 3 ბავშვი ყვებოდა ბაბუების ისტორიებს. გოგა პიპინაშვილი იყო მაშინ ბატონი გოგა ჟიურიში, დათო ტურაშვილი იყო და ქალბატონი მანანა კორძაია. აი 25 წუთიანი იყო ეს ვითამაშეთ ხარისოდნეობაში. გოგამ თქვა რომ აი როგორ მსახიობმა ბიჭო ჩახველებიდან ბოლო ამოსუნთქვამდეო ბავშვი როლიდან არ გამოსულა აი როგორ მოახერხაო ამაზე ხო მე როგორ მსახიობი რამდენს იმაშვებიო რა და დათო იყო კიდე გადარეული რომ ბიჭო არავინ სცენარი არ ქონიათ ამან არავინ არ ყოლიათ რა და როგორ მოახერხესო ესე შეკრეს ამბავი რა თის პრობლემაზე იყო რა მამა რო დატოვები ყველა ბარში როა წამოს და მოხცები რო არიან იქ და ერთმანეთს რო პატრონები რა ნუ მოკლედ სასაული ამბავი იყო ის კი არა არ ვიცი, აი დიდი სიამოვნებით ურჩევდი, ან მე უბრალოდ ამის ამდენ შევდე, მაგრამ ეს აუცილებლად დისცენაზეც რო დაიდგას, ხო? ან ვინმე ფილმი რო გადაიღოს ამის მიხედვით, ამაზეც კი შეიძლება. და გადაღებული არა გაქვთ ესენი? ყველა სპექტაკლს, ჩვენ ყველა სპექტაკლს ვიღებთ, აი მის ისტორიისთვის ასე ვთქვათ, ერთი კამერით ყველა ეს სპექტაკლი მაქვს გადაღებული, იმიტომ რომ ამ ფესტივალზე ბევრი რამ კარგად გვაქვს მოფიქრებული და შეფუთული. ერთ-ერთი არის რომ აი არქივისტვის ეს სპექტაკლები რო გადავიღოთ, მაგალითად მეორე ოპერატორი ყავს, ვინც ყველა დღიურ შტაბ-ეტილებებს ამასაც მე პიარისთვის ვიყენებთ. ყველა სპექტაკლის და საქმე დევს ეს თუ უბრალოდ არქივისტვის. პირველ ავტოგრაფს აქვს როგორც Facebook-ი, ასევე YouTube-ი. არა, ის თქვენთვის ჩაწერილი პიესები. სპექტაკლები არა, გასაჯაროებული არ გვაქვს, თუმცა ეს პირადად შემილია რომ იმიტომ რომ ერთი კამერით გადაღებული და თან მონიტორზე არ არის ისეთი ხარისხი არ არის გულისხმობ და ვერ მიიღებ იმას რაც არის. თუმცა ამის რა ვიცი მიცემა შემიძლია თქვენთვისაც შემიძლია რომ მოგცეთ და გაჩვენოთ. მე მინდა რომ აი არ იქნება ბავშვებისთვის საინტერესო. ცადოთ, მე დიდი სიამოვნებით და რომ გავარჩიოთ თქვენ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. აი თუნდაც დავიწყოთ აი სპექტაკლი რაც გითხარით 25 წუთიანი რაც იყო, 3 ბავშვი როგორ აი გადარია ყველა რა მანან კორძაია. ჩვენი დიდი პედაგოგი და რა ვიცი აი აზგანსვენებული ქალბატონი მანანა ისეთი რეცენზია მიუძღვნა ამ ყველაფერს რომ აი თავადაც იყო აღფრთოვანებული აი გაგიჟებული იმითი რომ ჯერ კიდე რა იყო იცი რომ თავარი ამბავი რომ ყველა ეს პიესები შერჩეული იყო რა იცი მეტწილად სამშობლოზე იყო საუბარი აფხაზეთზე იყო საუბარი ანუ აქტუალური რაც არის და რაც ლევან წულაძე თქვა აი წინა წელს იყო ჟიურის წევრი თქვა რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ეხლა ძალიან უხეშ რაღაცას ვამბობ ეხლა მაგრამ ფაქტიურად ყველას დაავიწყდა ეს ყველაფერი რა აი თბილისში თითქოს აღარ არის აქტუალური ეხლა ყვახი რაღაცას ვამბობ მაგრამ აფხაზეთზე არავინ აღარ საუბრობს რა ეხლა ყველას არ ეხება რა თქმა უნდა მაგრამ რა მაგარია რომ აი სადღაც ბათუმში დავარქვა რაღაცა ცენტრისგან მოშორებით ხო ამდენი ბავშვი ამ ყველაფერზე ლაპარაკობს, დუმბადისინით ლაპარაკობს, ავიცი აი პეტრიაშვილის ზღაპრები დაიდგა, ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა ამ ფესტივალმა ბავშვებისთვის რა. იცით რა მაინტერესებს, ახლა გისმენდით და
როგორ ხდება ამ ბავშვების უკან არავინ არ დგას? მე საერთოდ ვთვლი, რომ ისეთი ეპოქა გვაქვს, რომ აი ადრე იყო ხო რაღაცა თვითნაბადი ტიპები, ხო, აი მაგალითად ფიროსმანების დრო აღარ არის უკვე. ანუ ეგეთი თვითნაბადები არ არიან, იმიტომ რომ ნებისმიერ სფეროში რაღაცა ღირებული რო შექმნა, ყოველთვის საჭირო არის იმის უკან განათლება, შესაბამისი და რაღაცა პროფესიული ტექნიკები, ხო? დღეს არ არის ის დრო, რომ ახლა აუცილებლად ეს სტიქიურად გამოვარდი და თქვა რაღაცა გააკეთე და ამ ბავშვებთან ვინ მუშაობდა? პროფესიონალები იყვნენ თუ უბრალოდ სკოლის მასწავლებლები თუ ვიღაცა იქნებოდა, ხო? ცხადია. ძირითადად მუშაობს სკოლის პედაგოგები. ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, რომ რა შეგვიძლია შეგვეთავაზებინა. უპირველესად ის, რომ ამდენი რეჟისორი არ გვყავს ჩვენ. დრამატულ თეატრში რომ დადგას ამდენი არ ყავს ადგილობრივ გულისხმობ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე ფინანსებთან მიდის და სკოლებისთვის კიდე ცალკე თავის ტკივილია. ჩვენ შევთავაზეთ ესეთი რამ, რომ მაგალითად ბაზაც გავაკეთეთ ერთგვარი დრამატული თეატრის, თოჯინების თეატრის მსახიობები თუ იმე გამოთქონდა სურვილს, რომ ამათ ემუშავოთ ბავშვებთან. ან ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რეჟისორები, ან სტუდენტი რეჟისორები, ვინც ბავშვებთან იმუშავებდა. რამდენიმე მათ შორის ითანამშრომლა, აი მაგალითად დიანა ჩახუნაშვილი პირველ სკოლასთან თანამშრომლობდა, სესე მიქავა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სკოლასთან თანამშრომლობდა და სხვები ბევრმა ითანამშრომლა და რა ვიცი, ეთყობოდა რა თქმა უნდა ამათ კვალიფიციური ხელი ეთყობა. თუმცა ჩვენ ამას ბევრი გვიფიქრია და ვფიქრობთ, რომ თავარი არის პროცესი. ჩვენ ხო ეხლა აიქ რომ მივიყვანო მაგალითად ლევან ჭულა ან დათო დოიაშვილი მივიყვანო, ხო? ეს იქნება დათო დოიაშვილის პროდუქტი რეალურად. უმჯობესია ისევ ბავშვებმა იმუშაონ, უმჯობესია ისევ მასწავლებლებმა იმუშაონ და ჩვენ ამ ფესტივალით გვინდა პროცესი რო შედგეს რა. სარეპეტიციო პროცესი შედგეს, თორე ეხლა შედეგს რა თქმა უნდა თეატრის განვითარების რამდენ საუკუნოვანი ისტორია აქვს, რა ვიცი, ამის წინ მანგარიშობდით 30 საუკუნის არის ხო თუ მეტის არა ხო? შეიძლება მეტიც არის 30 საუკუნის, აგერ გუნიოში გიდგას ციხეში. და ამის არა გონი 30-ის არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხო ასე ვიანგარიშეთ რა ჩვენს მოსწავლეებთან ერთად რაღაც სხვადასხვა და მთელი ეს პროცესი შეიძლება რომ აი ესე კვალიფიკაციის გარეშე შენ თვითონ გაიარო და მე ხშირად ვიყენებ სასწავლო პროცესში ამას, მაგრამ იმას ახლა კვალიფიციურობისგან რა თქმა უნდა ის ძალიან შორს არის, მაგრამ რაღაცა ტიპის ინსცენირებები ყოველთვის გვაქვს. მე მგონია რა არის უნდა თქვა თუ არის, უნდა გააკეთოთ აუცილებლად. მე რა რომ პროფესიით რეჟისორი არ ხარ, რატომაც არა. არა, მე არ ვაკეთებ, ბავშვები აკეთებენ. ჩვენ უბრალოდ ხო იდეებს თავასობ და ძალიან კარგი საშუალება არის იმისთვის, რომ ტექსტი ისწავლონ. სტუდენტებთან მქონდა ასეთი გამოცდილება, რომ სოკრატეს სასამართლო პროცესი დავდგით და პლატონის დიალოგი შევცვალეთ რა რაღაც ვორდინგი შევცვალეთ სხვა ლექსიკით, აი რაღაცა ძალიან გავათანამედროვეთ, ზოგან სლენგებიც ჩავსვით, რომ რაღაცა ისეთი ყოფილიყო რა ახლოს მოსულიყო და სოკრატეს მკვლელობა, რომ სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური მკვლელობა იყო, ამისი მანიფესტაცია გააკეთეს სტუდენტებმა, ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის, პროცესი იყო საინტერესო, იმიტომ რომ სცენარზეც ბავშვებმა იმუშავეს და რაღაცა ის კოსტიუმებზეც ჩვენ ვიმუშავთ, რაღაც ტომრების ეს არის, აი ამ პროცესზე ვსაუბრობდი ზუსტად რა, ეს არის მთავარი რა. თორე იქ ეხა რამდენად გამოსახულობით იქნება, არ ამ თამასასკენ არ უნდა ჩემეთ რა თქმა უნდა კარგი იქნება, მაგრამ აი ხა ბავშვზე ნახე ბავშვს თუ დავაკვირდით, ბავშვი ვინ არის ხო? რითი იწყებს? აი სუპატარა როა და მანამ ენას ამოიდგამს, ძალს რო ბაძავს, ვის რო ბაძავს, რაღაც ხმებს რო გამოწევს. თამაშით იწყებს, სამყაროს ეცნობა რეალურად თამაშით, ხო? აი ეს რა არის რაღაც დაშლა რო უნდა, ხო? აინტერესებს ის. იქაც თამაშობს, პროცესია. აი ხე მე რო ბავშვები გამიჩნდა ძალიან ვინერვიული, ეხლა საკუთარი რაღაცა უნდა მოყვე. რაზე ვინერვიული? ბიჭო, მე თვითონ აღსაზრდელი ვარ, მე თვითონ რამდენი რამ აქვს სასწავლი, მე თვითონ რამდენი რამ უნდა საკუთარ თავზე ვიმუშაო და უცებ შენ აღარ ეკუთვნი საკუთარ თავს. ბავშვია, რომელზეც შენ აი და სულ ის მანერვიულობდა, რომ რამე არ მივაკლო ასაკთან შედარებით, რაც მას ჭირდება. დავიწყე რაღაცებს კითხვა ეს. მოკლედ ერთ-ერთი ესეთი ის იყო რა. ბავშვთა ფსიქოლოგი ყვებოდა ეს რაღაცას, რომ 7 წლამდე არის სამყაროს შეცნობის ასაკიო რა, პირობითად 7 წლამდე რა და როგორ ეცნობაო და ერთ-ერთი მორწმუნე ოჯახის მაგალითი იყო რა, ლოცულობს მშობლებიო და მოსახსენების დრო რომ მოვიდა მითხარი სახელებიო და ჩამოთვალა ეხა ია, მიხეილი, ვაჟა, კიდრი და პომიდორი.
გაეცინა ეხა ეგ მშობლებს რა თქმა უნდა. მეორე დღეს იგივე სურათი. იგივე უთხრობ სახელებიო, ია, მიხეილი, ვაჟა, კიძი და პომიდორი. ამ დროს უკვე მშობლებს აღარ გაეცინა და მიცე შენიშნა ალბათ რა, რომ აღარ ეხუნა. და ამ დროს როგორ ახსნა ეხლა ის, რომ პირველ შემთხვევაში მოსინჯა გასართობი. მიიღო ის რეაქცია რაც იყო, მეორე შემთხვევაში რომ მიიღო წინააღმდეგობა, არაფერი არ მოხდარა უბედურება. გააგრძელა სამყაროს შეცნობა. ანუ ბავშვები ყველაფერს ეცნობიან, თამაშით ეცნობიან სამყაროს. გემო აი პირში რომ უნდა ჩაიდოსო, აი თუ უჩქმიტებ ტკივილს რო იღეს, ფობიებით მაგ დროს ყალიბდება. ვიღაცა ტარაკის ეშინია, ვიღაცას აღარ ვიკითხის ეშინია და ვიღაცას გუდიანი კაცი მოდის და ლიფჩი ვერჯდება, ხო? აი კაბლის უპირაც არის. თორე რეალურად ხო არაფრის არ უნდა გეშინო, რისი უნდა გეშინოდეს. აი ზუსტად ამას აქ ხდება, თამაშით, ჯენტო არასწორად ათამაშებ ბავშვს, ხო? შეიძლება ისეთ რაღაცები ჩამოუყალიბდეს და დანარჩენი პროცესი არის უკვე ალბათ ინფორმაციის შევსების, აი ახ პირობითად და ცუდი შედარება, მაგრამ აი სისტემურ ბლოკში რამდენ მეხსიერებასაც დაამატებ, იმდენი იქნება თორე სისტემა ის აწყობილი და მუშაობს ჩვეულებრივ რა. ესევეა ადამიანი ემოციურად სამყაროს ეცნობა ფაქტობრივად თამაშებით რა. და ნუ ახლა იქ მრავალხმიანობა ის თუ გადავალთ, იავნანათი, იმიტომ რომ იავნანა არის ალბათ ჩემი ყველა დიდი გამოგონება რა დედამიწაზე შექმნილა და დედის მე ნათქვამი აუცილებლად. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ძირითადად ჩემ სკოლაში ხო ეს ამაკ თამაშებრივი მეთოდები მაქვს, ამაზე არის დაფუძნებული მთელი საგაკვეთილო პროცესი და მახსოვს რაღაცა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იცი რა, სერიოზული სწავლა მინდაო ბავშვისთვისო, აი თამაში არ გამაქონოთო და სულ ვიცინოდი მე ამდენჯერაც გამოსეთ, ყველაზე სერიოზულად ბავშვები მაშინ სწავლობენ, როცა თამაშობენ და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამას როცა მიაქნებ და მით უმეტეს, როდესაც სპექტაკლს თამაშობ, ანუ აქ უკვე თამაში ლეგიტიმურია. ხო, სხვა შემთხვევაში საკუთარ თავს თამაშობ და აქ უკვე ეგოს ტრანსფორმაცია ხდება, რაღაცა თითქოს გადიხარ, ხო, საკუთარი თავიდან და შეგიძლია ვიღაცის კანში შეცვრე. ეს ძალიან კარგი რაღაცა არის ზოგადად სპექტაკლების მეთოდი. იცი როგორ ინტერვიუები გვაქვს მოსმენილი, ჩვენ ყველა სპექტაკლების შემდეგ ტელევიზია ხო თავის საკითხებს, მაგრამ ჩვენც ვაკეთებდით ჩანაწერებს და აი მოხალისეები ყავს ბევრი ყველაც ფესტივალზე მინიმუმ 30 მოხალისე ყავს და აი გასულ წელს მაგალითად ბავშვებს მივეცით, GoPro მივეცით, მიკროფონი მივეცით და უთხრეთ რომ რაც გინდა აკეთე რა. ინტერვიუები ჩაიწერე. თვითონ იწერდნენ ბავშვები. თვითონ ბავშვები აკეთენ და შტაბ-შტილებებს. ესე იგი რამდენიმე ისეთ აი მაგალითად ერთ-ერთი ბავშვი ამბობდა რომ მე სცენაზე დგომა კი არა, ხალხთან საუბარიც კი მერიდებოდაო რა. და ისეთი სიხარულით ამბობდა რომ მე ხარ სცენაზე და მე არაფერს აღარ მეშინიო, მე შემიძლია ველაპარაკო ადამიანებსო. ხო მარტივი რაღაცაა, ბევრისთვის გაუგებარია შეიძლება, მაგრამ ეს ბავშვის აბსოლუტურად გუცველი ნათქვამი იყო რა, რომ თქვა რომ მე ადამიანებთან აზრს ვერ გამოვთქვამდი. იყო ეს შემთხვევა რა და ფაქტია რომ აი თეატრი ჩემი რატო ჩავიციკლე თეატრზე, რომ თეატრი არის ალბათ ყველაზე ბევრი სიკეთის მომტანი ბავშვისთვის რა. ახლა იმაზე არ ვსაუბრობ, რომ მეტყველება, ხმა, რა ვიცი, პლასტიკა, რამდენი რამეა, ხო? იცით რომ სინთეზური ხელოვნება და მოიცავს ხელოვნების ყველა დარგს ფაქტიურად და ხატრობით, მუსიკით, ტექსტით ჩვენ ვეუბნებით, რომ არ გინდათ ბევრ ფულს მოდახარჯოს ფულთან მიდის ყველაფერს სკოლებსთან ახლა სადაქვთ ამდენისა და ვეუბნებით, რომ იქნება სკოლაში ხავთ ვინმე, ვინც ხატავს. მოდი იმას გააკეთე რა, ეს სპექტაკლები გააკეთე იმას. ვიღაცა იქნება როგორ არ იქნება. ვიღაც არის ვინც წერს, მოდი რა იმის ტექსტებით ისაკენით რა გააკეთეთ რა. აი ხოგემ ხარისხს აიწერა, ეგარას ვამბობ რომ ისურ უნდა იმუშაოს. კი, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ჯობია რომ იმუშაოს ბავშვები. ის უფრო გულწრფელია რა და ის უფრო საინტერესო პროცესია თავი. ჩვენ ახლა რა უნდა მივიღოთ ახლა აი რა მას ვერ გავაკეთებთ ხო და ვერ დადგამენ რაღაცა აი დიც, მაგრამ თავი არის აი ხოგემ პროცესი და ამიტომ მე მგონია რომ თეატრი და ბავშვობიდან თეატრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა და ამ ფესტივალმა ვფიქრობ რომ რაღაც თვალსაჩინო შეავსო ეს ყველაფერი თან ბათუმში ყველაფრის ფესტივალი გვაქვს ლამის, ყავის, ლუდის, ნაყინის, ყველაფრის ახლა ნუ ეს არ ქონდა და ამ მიხარია არ ქონდა და სხვადასხვა დროს მე ვიცი რომ იყო მსგავსი შინაარსის ფესტივალები, მაგრამ ასე მასშტაბურობაში აღგულისხმობ რომ ჩვენ მოვიცავით აჭარის 6 მუნიციპალიტეტი. აი, რა ვიცი, დღეებს ვატარებდით ჩვენ ხულოში ავდიოდით, აი ბოძაური ტელევიზიები, წყაროთა არის კიდე აი ჭვანაში, სად არ ავდიოდით, ვრჩებოდი და მათთან ერთად მუშაობდით. და ჩათვალეთ რომ აი ძალიან დიდი გვითხრეს კიდევ შემოგთავაზეს რომ აი სხვა მუნიციპალიტეტებთანაც ხوار გადავალთ. გვიფიქრია რა თქმა უნდა ამაზეც, მაგრამ მე ესეთი ისა მაქვს რა ქვია, მიდგომა რომ მოდი
ჯერ აქაურობა გამოვაცოცხლთ რა, რაც ამ წუთად ჩემი გასაკეთებელია რა და იქ რასაც გაწუდები. რასაც გავწუდები. ახლა შარშან მოვახერხეთ ერთი ის რომ საფრანგეთიდან ჩამოიყვანეთ დასი, ეს არის ემიგრანტების საკვირაო სკოლა არის იქ. მამა ანტონია ძალიან კარგი და მშრომელი ადამიანი და მას საკვირაო სკოლა აქვს და აი დადგეს სპექტაკლი, თან ისეთი ბავშვები რომ აი ზოგს საუბარიც უჭირს ქართული. და ესეც რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ ქართულად ითამაშეს და კიდე ქართულ ბავშვებთან თან ფინანსურად ისე დავალაგეთ, ასე ვთქვათ, რომ მთელი კვირა ყოფილიყო, რომ სულ ურთიერთობა ქონოდათ ბავშვებთან სპექტაკლების დროს, ისედაც პირადი ურთიერთობებიც რომ ჩამოყალიბებულიყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი და ხო ეს ემიგრანტებთან ესა მაინც ძალიან ყოველთვის გულისამაჩოყებელი არის. მე რამდენი მყავს ვერ გეტყვი, ძალიან ბევრი. წელს მყავდა მე ემიგრანტი ამერიკელი საკვირაო სკოლაში და ისეთი ბედნიერი იყო, ისე მოწონდა ისა თვითონ პროცესი ბავშვებთან ურთიერთობა და აღმოაჩინა ჩვენი ბავშვიც პატარა იყო ძალიან ისე რომ უჭირდა კიდეც კომუნიკაცია და შეიძლება რაღაცა ძალიან ისე ანალიტიკური წიაღსვლები არ გაეკეთებია, მაგრამ აღმოაჩინა რომ და გაუკვირდა რატო ყვირიან ქართველი ბავშვები. ჩვენთან ხო ყველა ყვირის და მეც დავიწყე ფიქრი ამაზე რატო ყვირიან ქართველი ბავშვები. იმიტომ რომ არავინ არ ყვირილზე არ მიფიქრია, მაგრამ აი ქართველები ყვირიან. ღიმილზე ვიფიქრე ძალიან ბევრი, იმიტომ ეხლა მე ხო რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ნიუ-იორკიდან და აი ყველა რო გიღიმის, აი როგორ შეიძლება ამაზე გამახვილო ყურადღება ხო რა არის, აი გაღიმება ადამიანები ქუჩაში რო დადიან. ხდებიან, ბედნიერ დღეს გისურვებენ, აი არსად მაღაზიაში თუ ლიფტში ხდები თუ სადაც ყველგან გიღიმის ადამიანი. და არ არის ყალბი ხო ეს ღიმი? რა თქმა უნდა, ახლა იმ შიგნით რა არის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ის განწყობას გადამდებიც არის, რა თქმა უნდა, ვიდრე ახლა ეს ყვირილი ხო, დაბურილები და როგორ დავდივართ ხო, მაგრამ ეს ყველაფერი არის სისტემური, ფონური ამბავი, რა მდგომარეობაშიც არის პირობითად ქვეყანა ან ქალაქი ან უბანი ამ შემთხვევაში. ეს შემთხვევით ადამიანს ქუჩაში რო დაეჯახო, შეიძლება გაგლახოს. გაგლახოს კი შეიძლება ტყვია გესრულოს. შეიძლება გესრულოს ჩვეულებრივ და რაღაცა საშინელება ჩაიდინოს. ძალიან ამ რეალობაში ცხოვრობ. მე წავაწყდი ასეთი შემთხვევას, რომ პატარა ბავშვი ეჭირა დედას ხელში და ასე ხელებით იმაშვებოდა, ვინც გამლელებს, ასე ხელს კიდებდა ეს ბავშვი და ერთი აი ასაკიანი ქალბატონი იყო და ძალიან გაბრასდა, გაუბრასდა დედას, რომ რატო უნდა მომკიდოსო მე ბავშვმა ხელი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მე ამ გადაცემის რო ვაკეთებ, რამდენიმე ადამიანი ჩავწერი, ვინც არის უცხოელი და მღერის ქართულად. მაგალითად ბოლო ბარსელონა იყო, მაგრამ ბოლოს წინა იყო კანადელი ოჯახი. აი წარმოიდგინეთ კანადიდან მოძებნა საქართველო, ჩამოვიდა, სადღაც 2 წელი ცხოვრა აქ. მერიში. აი ქედაში მერიში თურმენძეებთან. ამას გარდა ლახუშში ჩამგელიანებთან მესტეში, მოკლედ, აი ბევრ ქართველზე კარგად რო ვიცის და ყველა მოწვევს რას ვიკითხები რა, ნუ ერთ-ერთი კითხვა ეს არის, ახლა არაფერს განსაკუთრებულს, მაგრამ ერთ-ერთი რა არის, რომ რა არის ის რამაჩენ ასე აი შეგაყვარა ჩვენი სამშობლო და ქართული რა არის მეთქი. იმიტომ რომ მას ხო დიდი არჩევანი აქვს. სანამ ქართულ სიმღერას გაიგებს, რამდენი რამ კლასიკურ რა არის ისი ნახო ასული, მაგრამ ქართული სიმღერა არ არის. მაგრამ სანამ აქამდე მოვახორ ამსაკრავზე რა. ამსაკრავი კი აქვს, ერთამდე ამყავს და ავიყვან კიდევაც ყოველთვის, მაგრამ ვიძახი რომ სანამ აქამდე რამდენი რამ აქვს გასავლელი, ხო? და მაინც ამაზე რატო ვიციქლებ და ნახე მარტივი რამ მითხრა ამ კანადებმა. ეს რაღაცა დააკვირდიო 8 და 10 წლის ბავშვებია და თავის მეუღლე დააკვირდიო რომ ღერიანო, იღიმიანო რა და ჩვენო რეპეტიციაზეც რო ვძივართო და ქართულ სიმღერას ვღებთო, სულ ვიღიმითო. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანიო რა. ახ მეთქი აგაშენა ღმერთმა რა მაგარია რა. მართლა ასე მე ამაზე არ მქონდა მიცეული ყურადღება. ერთ-ერთ გადაცემაში კიდეც ჩავწერე ქალბატონ ასმათი და სამსოლე ჟავაი თქო, მაგრამ ის ამბობს ძალიან გენიალური ამის ამბობს რა. აი დააკვირდიო, ნახე რას ამბობს ქართული სიმღერა სადაც ისმისო, რა სივრცეშიც არ უნდა იყო, რა მიწაზეც არ უნდა იდგა, თვარეზეც რო იდგე, როცა ქართული სიმღერა ისმის, იქ შენთვის არის პორტატული საქართველო. ანუ ვერ გძნობ გარემოს სათხარ. იქ არის აი ცოცხალი გარემო, სამშობლო შენთვის არის და ეს მართლა შეუულია მრავალხმიანობას. და ამიტომაც მგონია რომ აი ესეთი რაღაცები აგდებს ამ ადამიანს, აგდებს რა, აყვარებს ამ ყველაფერს. ეხლა ბოლო გადაცემა გავიდა ბარსელონაში ვიყავით, კატალონიელები ჩავწერეთ. საქართველოში არ არის ნაყოფი ესე. ბრაზილიაში მოვისმინო, სპექტაკლზე ვნახეო,
ქართული სიმღერით იყო ეს ვიცი ეს სპექტაკლი რუსთავის სცენამღერია გონაშვილის წინ წყარო მოვისმინე რომ მოვისმინო და ეგრევე ვთქვიო რომ მე ეს უნდა ვიმღერო მაგრამ მანამდე ხარ რამდენი რამ მქონდა მოსმენინა ამასაც იგივე ვკითხე რომ აი რას ფიქრობ მეთქით აი რა არის რა ეს მეო ესე მგონია ხო კარგად ვიცნობ მუსიკასო რომ ყველა მუსიკის წინაპარი არის ქართული მრავალხმიანობა. იმიტომ რომ ყველა მუსიკას რა ღირსებაც აქვსო, ესენიო, აი ცალ-ცალკე ხო ავდა ერთად თავმოყრილი აქ ქართულ მრავალხმიანობასო. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიცი ისინი როგორ მღეროდნენ, მაგრამ მე ესე მგონიაო, რომ ალბათ კაცობრიობის წინაპრები თუ რამე მღეროდნენ, დღეს როგორც საქართველოში მღერება, ასე მღეროდნენ და ნუ რომ მოვისმინო გადავირიო და დღემდე თეთ საავტორო მუსიკა იმღერა, ჩვეულებრივ კარგად იმღერა, მაგრამ ფინალში ისეთი რაღაცები ქონდა გაკეთებული მისი ინტერპრეტაციით, რომ ის რეალურად არ ვიცი, აი ამ წიაღში რო ეთქვა ვინმეს, კი მაგრამ იმ წიაღში სადაც არანაირი ტრადიცია გულისხმობ, სხვა გარემოა ის, ბარსელონა არის სხვა გარემო. ქართული ხუჭები როგორ ქნა ეს არ ვიცი, არ ვიცი, თუ მე გაჩვენებდი ამას და ნახე უბრალოდ როგორ ქნა, აი დღემდე ვერ ხვდები. რაღაცები აუხსნელია ჩემთვის რა. არა, ხო, ნუ აკეთებენ და ეს არის ზუსტად საქართველოს აღმოჩენა. ამის მოსწავლეებსაც ვაყურებინე. აი ტაძარში რომ მღეროდნენ იტალიელები თუ გაგვც ნანახი, მაჭანკალი, შეჩვენებულმარებელი. ვაიმე ისეთი და ყველაზე მეტად ის გაუკვირდათ, რომ ის რაღაცა რო არის ეს ინტონაცია, რაღაცა ქართული. აი ხო, ის რაღაცნაირად უცხოელის მეტყველებაში ზემაში ხო ჩანს, როცა ღერის და ესენი ახერხებენ ამას. და ბოლოს იმაზეც ვისაუბროთ, ეხლა რომ იყავი ამერიკულ შტაბ-ბიჭდილებებზე. არ ვიცი, აღთვალებული ვარ, მე ამერიკაზე ყოველთვის ესეთი დამოკიდებულება მქონდა ჩემთვის იყო ამერიკა. მაგრამ ამერიკა და ნიუ-იორკი სხვადასხვა ამბობენ და შენ მე მგონი ორივე ამერიკა ნახე ხო? ნუ აი ახლა ამ 7 თვეში ორჯერ მომიწია ჩასვლა, პირველ ჩასვლაზე ვიყავით კალიფორნიაში, იქ კიდე რა თქმა უნდა სხვა ამერიკა ალბათ. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი რაც ნახე და მივაქციე ყურადღება, ეს იყო, ნუ ემიგრანტებზე მინდა ვთქვა რა, უპირველესად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი ნახე რა, რამაც ცოტა შემაწუხა და გული მატკინა, მაგრამ ერთი მხრივ ვფიქრე რომ რატომაც არა. კიდე კაი რო იქ არიან რა და კიდე კაი რო ისე ცხოვრობენ როგორც ცხოვრობენ. აი ხა ბოლოს ამ რას ვლაპარაკ რაღაცებით დავინტერესდი და აღმოჩნდა რომ მაგალითად ბოლო 5 წლის სტატისტიკა არის უხეშად რო თქვა დაახლოებით 9 მილიონი ემიგრანტი ყავს რა. ამერიკაში არა ზოგადად ემიგრანტი ყავს 9 მილიონი არის აი რა ციფრი ვერ გეტყვი 9 მილიონი კი არა 50000-იც კი რამდენია ხო? ან 500-იც კი რამდენია და თან ლამეს 4 მილიონამდე ვარ. ხო ეს 9 მილიონი როგორი ხალხია იცით? აი ნახე პირობითად ვამბობთ, აი ყველაზე ცუდ შემთხვევაში საყლპურო ინგლისური რო იციან რა. ცოტა ფულიც რო აქვთ, ისე ვერ წახვალ ხო, ეხლა ამ ხელახზეც ხო არ არის რაბაშაში ჩახვიდი აქედან ხო? ცოტა რაღაცები აი კვაჭტიპები არიან რა, ცოტა ისე ვერ გავხვალ ახლა ამ ხელან კოკერის მიღმა რომ თავი დაიმკვიდრო და მშიერიც რო არისო ყველა შრომობს. ეს არის დაკარგული რესურსი ამ ქვეყნისთვის. აი როგორც მარტი მაგალითს ვიტყვი 37 წელს რამდენი ხო 250000 დაახლოებით. გადასახლებული დახვეწილი ყავს, ესენი ვინ იყვნენ ხო? მათემატიკოსი, ქიმიკოსი, რავი, რეჟისორი, მსახიობი. საუკეთესო ნაწილი ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ ცოდნა და ამ ცოდნაზე კიდე უნდა დაშენებული იყოს სხვა ცოდნა და დღეს უნდა ყოფილიყავი მე შემდგარი ქვეყანა და გაცილებით 500 წელი წინ უნდა ყოფილიყავი. ისინი რო ცოცხლები ყოფილიყვნენ. წარმოიდგინეთ ის ადამიანები რო ყოფილიყვნენ. და ეხლა მე არავითარ არ ტოლობას არ ვსვამ ამ იმიგრანტებთან, იმ ადამიანებთან, მაგრამ ეს ადამიანებიც აქ უნდა იყვნენ რა, და აქ უნდა დაიხარჯონ. ზუსტად ვიცი, ეს ქვეყანა, აი მართლა რომ ამდენი 35 წელია ხო, წლეზე რო ტრიალებ. ეს რო შემდგარი ქვეყანა იყოს, ამ სახელმწიფო რო იყოს მომართულიც, მუშაც და ყველაფერი თავის ადგილას კონდეს, ხო? არც ერთი იქ არ გაჩერდება, ყველა წავა. აი როგორც ის კანადელი ჩამოვიდა აქ. სულ ფიქრობდი ამაზე რა, რომ ბიჭო, რა როგორ მივიდა მისი ტვინი იქამდე, რომ ჩამოვიდა ადამიანი სიმღერის სასწავლად. მე მივდივარ იქ სამუშაოდ, ხო? აი ბოდიში და ვირივით უნდა ვიმუშაო იქ, რომ გამოვიკვებო და აქეთ კიდე გამოვაგზავნო. ქალები განსაკუთრებით და უკვე მამაკაცებიც ბევრი ყავს იქით. ხო და ესენი ახლა ვინც ვნახე, ძალიან ბევრ ქართველს შევხვდი და ვფიქრობ, რომ საუკეთესო ქართველებს შევხვდი, არიან აი ყველაზე მაგარი ადამიანები, ბევრი თვალსაერთი, შრომობენ, არიან ლაღად და ყველაზე მთავარი რაც ყველა ადამიანის თავისთავად რო არიან თავისუფლები რა. თავისუფლები არიან, როგორც იცი, რომ აი ნებისმიერ ამ შემთხვევაში ქართველს არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ვერც ერთი ადამიანი ვერ ეგუება და ვერ იტანს
არათავისუფლებას, ანუ არ არსებობს, აი მართლა მჭადით შეუძლია იცხოვროს, უგონ თავისუფალი იყოს რა. რამდენიმე წლის წინ ვიყავი ერთ-ერთ, მოკლედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში, დღეს რაღაცა იმათ ითვლება. ვუთხარი იქ ერთ-ერთს რომ ესა მეთქი, არაყი მინდა თქვენი დავლევა მეთქი რა, ის ფასიფიცირებული არ მინდა რომ ასლაპარაკო ჩვენ და სიკვდილი დაიჯა მაგაზე. მეთქი რა დრო სიკვდილი დაიჯა თქვენ ნორმალები თუ ხართ. მოკლედ ალკოჰოლზე, რძის პროდუქციო და ხორცის პროდუქციო არის სიკვდილი დაიჯა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ნატურალურ ჭამთ, მეთქი რაღაცით კაი სამუშაოდ გავამართლოთ და ნატურალურ ჭამთ. მე ერთ-ერთ ბათუმელი მოვიდა 20 წელი აქვს ხო და ხო რა რომ გვესტუმრეთ ამ ადამიანს რა თქმა უნდა ხა წავედით მეგობრები და ყვება ის რაღაცას რომ მე როგორც მრავალშვილი ან სამი შვილი ყავთ მომწესო 4 ოთახიანი ბინა ამ სახეთ მუშაობს 4 ოთახიანი ბინა სამი შვილი მე სამი შვილი მყავს და 4 ოთახიანი ოთახნახევრიანში ცხოვრობ და თან სახელმწიფო მიცა სესხიო მაქო რაღაც 3 თუ რაღაც პროცენტში და კარგად ვარ ნატურალურ ჭამს მისაკ რა ქვია სახელმწიფო უდგას ყველაფრით გვერდით მაგრამ ნახე ჩვენ უფროს ქალიშვილი ორი სტუდენტია ქუჩაში თუ დგას ხო 10-10 მიდის ვიღას და ეუბნება აქ რა გინდა რატო ხარ დედამიცის მამამიცის რაღაც ახლო ეხლა თქვენ ხო სტუმრად ხართ ჩვენთან ხვალო აუცილებლად მოვა ვიღაც დომკომიან თუ რავი რა ქვია მაგათთან და მკითხავს ვინ იყვნენ რამდენი იყვნენ რა და ასე შემდეგ და უკვე ხვდებიო რომ მიწისქვეშა რაღაცები იწყებაო რა და ჩემი შვილი მიუხედავად იმისა რომ აგაზრდილიაო მაინც ქართველიაო ბუნებით რომ ამ ყველაფერს ვერ შეეგუებაო და ძალიან გულდაწყვეტით ამბობდა რომ რაღაცა შარს გადაიყრებიანო და მოხდა მე ქვეყანაში შარი კიდე საშინელებელი მოხდა მაგრამ რის თქმა მინდა ამითი რა რაც არ უნდა უზრუნველყოფილიყოს ადამიანი რაც არ უნდა მართლა ბაღებში ცხოვრობდეს რაც არ უნდა გემრიელი საკვებით იკვებოდნენ და ჯანმრთელები იყვნენ თავარი არის მაინც თავისუფლება. თუ თავისუფალი არ არის ადამიანი, არ არსებობს, აი რა გარემოში სამდაც ხო ყოველთვის მოძებნის რაღაცას, აჯანყებით იზამს თუ ჩხუბით თუ ხიმილით თუ რაღაც დროით თუ მანქანებით, არა ყველა ადამიანი არის თავისუფალი ბუნებით რა და როცა შენ აი ამ ზუსტად აქ აჭერ იმას ფეხს ხო, აი იქ იწყება ყველა წინააღმდეგობა რა. ყველა წინააღმდეგობა მოდის აქედან თორე როგორ უნდა გავზარდოთ ეს თავისუფალი თაობა ასეთი არათავისუფლების პირობებში? მე ყველაზე მეტად რამაც უხებს იცით მიშა, რომ აი ხა რომ ვუყურებ ხო, გინდ უნივერსიტეტში და გინდ აი ესე იმედი მაქვს რომ ეს დროებით იქნება, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაღაცა ეს კონკავშირული ცნობიერება რაღაცა ფორმით შემოაბრუნო და ამაში იხარჯება ძალიან დიდი ფული. ძალიან ბევრს მუშაობენ ამ ბავშვების ცნობიერებაზე და რამდენჯერმე ვთქვი რომ იქნებ გაგვეუქმებინა უნივერსიტეტში თვითმმართველობა მეთქი იმიტომ რომ იქიდან ძალიან ბევრი ნეგატივი მოდის და ძალიან ცუდ რაღაცეებში გადაყავთ ბავშვები რა უკვე ინსტიტუციონალურად ხდება ამ ბავშვებზე მუშაობა და ზუსტად ის რასაც 20-იანი წლების კომისრები აკეთებდნენ რაღაცა ახლა ის ხარისხი შეიძლება არ არის, მაგრამ ეს ხარისხი და ეს ისიც ალბათ იმისი გამოძახილი არის, რა დაკვეთა იქნება ზემოდან. ხო, მე მგონი გაუქმებაში არ არის გამოსავალი. მე სტუდენტი რო ვიყავი, მეც ვიყავი პირველი არჩეული სტუდკავშირის რქომაში თვითმმართველობის თავმჯდომარე. რომელი უნივერსიტეტი გახდა? ხელოვნების უნივერსიტეტი. აი, ეხლა სადაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრია, იქ იყო ჩვენი და ნუ მე ვთვლი რომ იმ თაობას მივეკუთვნები ამ უნივერსიტეტის, სადაც ყველა დიდი ადამიანები გვასწავლიდნენ რა, რა ვიცი ხა, ყველა სფეროში ვინც იყო და რასაც აი ვასუკ იქნაძე რავი, მანანა კორძაია, ლალათა, ყველა იქ იყო მაშინ და აი ამ თაობას მივეკუთვნები და მაშინ ჩვენი საზრუნავი რა იყო როგორც თვითმმართველობის რომ ვაკეთებდით პროექტებს და თან ყველაფერს ვაკეთებდით ერთად. მაგალითად, მხატვრები ხო ყავდა, მხატვრის გამოფენა თუ ჭირდებოდა 217 სტუდენტი ვიყავით, აი ციფრი მახსოვს ამას. 217 სტუდენტი ვიყავით დაკავებული, იმიტომ რომ ვიღაცა თან ფული მაშინ ძალიან სტიპენდია 500-ანი ვიყავით და 7 ლარი მქონდა. და ჯგუფხელის იყო 2 ლარი კიდე დამატებით და ნუ აი ხო წარმოგიდგენიათ ახლა რა პირობებში იყო. და ეს სტუდენტური თვითმმართველობა აი ამ რაღაცებით ვაკეთებთ. აი ახლა სალომე საღარაძემ რო გადაიღო ფილმი პირველად ხო? მსახიობები ჩვენ ვიყავით და ყველაფერი ჩვენ ვიყავით ფაქტიურად. რა ყველა ჩართული იყო, მხატვარიც იქაური იყო აი. კარგია თუ ასეთი შემოქმედებითი რაღაცა სამწუხაროდ. ამიტომ მე მგონი რომ გაუქმებაში არ არის პრობლემა, არის ისევ
გარემოში და აღზრდაში. და ეს რაც უნდა ახლა თქვენ უნივერსიტეტი დაიწყეთ, მაგრამ მე ოჯახიდან ვიწყებ, რა მე ესე ვფიქრობ, ოჯახი არის მთავარი. აი ხა ნახეთ, მე საბჭო პერიოდში დავიბადე, თუმცა ვთვლი რომ არ მახსოვს ახლა სკოლაში რო შევედი, აი დამოუკიდებლობის აღდგენის წელი იყო, მაგ დროს შევედი სკოლაში. ხო და მამა ჩემი იყო როგორი იყო რა არის მადლობა გმეც. ამოდეს რაღაცას რომ სად მიდიხარ ვიცოდე რა და რომელ საათზე მოხვალ. მე ვიცოდი რომ მამა ჩემს ასე წოდა ის უნდა გამეკეთებია. რაც ეხა დღეს რო ვაკვირდები ჩემს შვილებთან, ესე არ არის. მამა აი მე რო ვეთქვი რაღაცას, თუ ის არ გაიგებს რას ვეუბნები, ის არ აკეთებს ამას. ისვავს კითხვას, აი პატარა სიდონია მაგას კითხვას სვავს და უნდა გასცე პასუხი რა. თუ არ გასცემ არ გააკეთებს. და მგონია რომ ის არის სწორი. მაგრამ მამა ჩემს შემთხვევაში რა იყო, რომ მამა ჩემს რას წოდა ის უნდა გამეკეთებია. დიდი პატივისცემა, დიდი სიყვარული და რავი ჩემი ის არის კუმირი მამა ჩემი, მაგრამ ისიც ისე იყო აღზრდილი. ამიტომ გონია რომ ბევრი რამ კი არა ყველაფერი არის ოჯახის სალი რა ქვია რა და თავისუფლების ნაწილში როგორ რაღაცა მქონდა აი წეგა რო თქვი რომ 10 საათზე ხომ მივიდე სახლში ხო ისა ვიტყოდი რომ რომეზე მოხდა და სათხარ ეს ვიცოდე და ისეთ დროს გაივლიდან ჩაივლდა მაგალ გარაჟების ეპოქა იყო ხო ჩუმად სიგარეტს რო ეწევოდი იქ ჩაივლდა იქ ის არ უნდა ყოფილიყო ანუ მიშვებდა ასე ვთქვათ მაგრამ ყოველთვის არწივივით შორი ახლოს ყოველთვის იყო და მაკვირდებოდა რა. ფიქრობ რომ აი ეს ამნიშნულოვანი ხარ. ჩემს შემთხვევაში ხა სკოლაში პირველ სკოლაში სწავლობდი რა. გაუშვე პირველად რომ გაუშვი მარტო. და მართლა რა ვიცი რამდენიმე დღე დავყვებოდი უკან რომ ეს ზებრაზე როგორ გადადის იქ მანქანებს თუ აკვირდება მივეცი ეს რა ქვია რა დამოუკიდებლად იმიტომ მე ხო არ ვიქნე მე ყოველთვის არ ვიქნე მის გვერდით ეს უნდა იცოდეს და რა ვიცი ხა რასაც ვაკვირდები რა განსაკუთრებით პატარა ძალიან ის არის და გიჟამ ოჯახი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გაუქმებაში არ არის რაშინ არ ჩადებ იმაში რა თქმა უნდა ხო არა რა არ მინდა იცით უფრო ზუსტად რო გითხრა არ თლად გაუქმება კი არა და არ მინდა რომ იყოს ცენტრალიზებული მინდა რომ იყოს იქიდან გამომდინარე თუ ბავშვებს სტუდენტებს რაზე ექნებათ პრეტენზია ამის მიხედვით შეიქმნას ჯგუფები ეს ასეც უნდა იყოს ანუ ეხლა თქვენ თუ იქ არის ცენტრალიზებული და თქვენ თუ გადახედავთ თვითმმართველობის დებულებას მე არ ვიცნობ ეხლა ახლანდელს ამ უნივერსიტეტებში რა ხდება მაგრამ მე ჩემი მახსოვს რაც არის იდეალური ის არის რა ქვია რა დებულება ისე რომ იმუშაოს ყველა იყოს ასეც იმახინჯი ნუ ახლა მე არ ვიცი ახალს არ ვიცნობ მეთქი მაგრამ ჩვენთან ვიყავით ორიენტირებული აი ხო გეუბნები კულტურულ ორგანიზაციებში თუმცა მეც შემ ასლანის პერიოდის სტუდენტი ვარ და აი ბოლო პერიოდში რაც მოხდა და უკვე ჩვენც მელიქიშვილის და გორგილაძის ქუჩაზე რომ მოვდიოდით მაშინ ვიღებდით დროშას იქამდე ვერ ამოვიღებდით იქით დროშას და უნივერსიტეტთან ისე მივდიოდი და ისე ვიდექით იქ აი ჯინსში ჩამარული ქონდა ეს დროშები რა თუმცა ესეც როცა თვლიდით რომ ჩვენი ხმა იყო მნიშვნელოვანი ესე ვაკეთებდით რა. ვიცახდი რომ არ გამოვდის ინტერვიუ და მე მგონია რომ ძალიან კარგად გამოგით. აი ეს არის ყავასთან ინტერვიუს მიცემის ხიბი. მე მართალია ღვინომეთში. ღვინოგეთით კარგი. შემდეგ ჯერზე ღვინოს დაგახვედრეთ. მაგრამ რახან ფორმატი მოითხოვს, ნუ რა ვქნათ ახლა ლალისთან ყავაზე და ასევე ფორმატი მოითხოვს მიშა იმას რომ ორი სიტყვა უნდა ვთქვათ ყავის შესახებ. რა არის შენთვის ყავა როგორც ბათუმელისთვის ეს პოდკასტი რატოა იცით ესე იგი ორი ისეთი სისუსტეა ჩემი ეს განათლების პრობლემა და განათლების თემა და ყავა და ეს ჩემი სისუსტეები შევაერთე და ჩემი ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს ამ სიამოვნებს და გამოვიდა ეს პოდკასტი და ყავაზე გეტყვი მაშინ ჩემი მეგობრის დაკვირვებას ჩემი მეგობარი ამბობს ეს რაღაცას აი სხვა მუნიციპალიტეტებში არ მომხდარ ცენტრებზე თელავს, თბილისს, ქუთაისს და ბათუმს არ გულისხმობ. მაგალითად ჩოხატაურს. თუ ჩოხატაურში არის ყავის კაფე, ესე იგი ეს რეგიონი იწყებს განვითარებას. და რა იგულისხმება ამაში რომ თუ ყავის კაფეში მეგობარს ეპატიჟები, არა ცოლს არა შეყვარებას, მეგობარ გოგონას. ეს ნიშნავს რომ ვიღაცები არ ჭორაობენ რომ აი ახალთან მითაძეს ან პირიქით რა. ანუ ყავის სმა, ერთგვარი კულტურა და კაფეების კულტურა, ის რომ მეგობართან უბრალოდ დაჯდა და ყავაზე ისაუბრო, ხო? რაღაც ვასაის ნიშნავს განვითარებას რა. იმ სივრცის და იმ გარემოს განვითარებას. და სადაც ეს არ არის, აი დააკვირდით, გადახედეთ ნებისმიერ, აი მაგა არ ვიცი. ჩოხატაურში არის. ჩოხატაურში არის ერთი ძალიან კარგი ყავის. რო ჩავალ აუცილებლად. გემრიელესი ნამცხრები აქვთ, აი ზუსტად ბახმაროს გადასახურთან არის ეს კაფე და
მაშინ ვისაუბრეთ შეგადაცების დროს ნახე თუ არა ჩვენ სხვა რაღაცისთვის ვიყავით მული ჩასული მაგრამ მე არ ვიყავი დაკვირვებული ამას ახლა გადაცემების დროს დავდივართ სულ ეძებთ სად შევჭამოთ საჭმელი იმიტომ რომ სულ ქუჩაში ვჭამთ მაგრამ ყავაზე არ მიფიქრია და აი ამის შემდეგ ამ დიალოგის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამაზე ფიქრი რომ მართლაც აი ბოლოს რო გადახედო ყავაზე ვისე პატიჟები ხო აი თქვით მეც კი ვისე პატიჟები ყავაზე ვისთანაც გინდა საუბარი ვისთანაც გინდა საუბარი, ვისთანაც გინდა რაღაც უბრალოდ გაცვალო ინფორმაცია და რაღაც რა ვიცი მოესიყვავ და მოიკითხო უბრალოდ. ხო და ამასობაში დაგედგამენ კამერას და ის შენ რაც მოგწონს და რაც ისე. კი ბატონო და არ მომწონს კიდე ერთი გამოთქმა, აი თურქულ ყავას რო ეძახიან, აი ეს გამოთქმა არ მომწონს საშინლად. იმიტომ რომ მე ბათუმის ის ტრადიციები არ მახსოვს რა თქვენ გახსოვთ, აი იაკუშა და ესენი ამაზე მხოლოდ გამიგია და ქავდონინოს აქვს ძალიან საინტერესო წიგნი ალბათ იცით ამის შესახებ. ხო და მინდა რომ დამკვიდრეს არა თურქული ყავა, არამედ ბათუმური ყავა. იმიტომ რომ ასეთი ყავა თურქეთში არ არის, ჩვენ რასაც ვსვამთ. ჩემი მეუღლე არის ყავისტი, აი არ არსებობს დილა რომ ყავით არ დაიწყო და თან ეს რიტუალი აქვს, რა ეს სპილენძის აქ რა ქვია, ჯეზვე და ნელა რომ უნდა იხარშებოდეს და ნუ მე ვერ ვარ ესეთი, მაგრამ ჩემი მეუღლე არის. თავარია ვიღაცა ხო ოჯახში ტრადიციების გაგრძელება. მიმდევრები წყავს, ბავშვები წყავს უკვე მიმდევრები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მეშა მე მგონი რომ ჩვენს მაყურებელს მოეწონება. რაღაცებს დაიჭერდა ალბათ თავისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც საინტერესებს რა შეიძლება რომ ბავშვებისთვის გაკეთდეს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი მართლა ხო ეს არის, რომ ჩვენ გვინდა რომ ბავშვები უნდა იყოს ბედნიერი და თუ განათლების ბაში იქნება ესეთი ელემენტები ჩართული, რომ ბავშვმა თვითონ ამ მუშაობის პროცესიდან სიამოვნება მიიღოს და ამისგან ამითი ბედნიერი გახდეს, ეს უნდა გავაკეთო და შენაირი ადამიანები ამის ფონს ქმნიან. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. გაგვიგრძელდა, მაგრამ აი ფინალისტვის ერთ რას ვიტყვით, რომ ყველაფერი არის დამოკიდებული ნებაზე. აი თუ ნება არსებობს ამის, ყველაფერი შეიძლება იყოს, თორე რა უნდა შეიცვალოს და რა გჭირდება, ამას გაუთრებით შეგიძლია ლაპარაკი და ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ. მე ვისაც შეუძლია შეცვლა, იგივე საჯარო სკოლებში, როგორც პედაგოგები, რა ვიცი, თუნდაც ინფრასტრუქტურა, რამდენი რამ არის საჭირო, ამერიკის მაგალითად რო ბაგიდან იწყება, ხო? მიყავთ ჯერ რა ვიცი, მშობლებს ათვალი, აი შენი შვილი აქ იქნება, აქ ისადილებს, აქ დაისვენებ და 5 საათზე რომ მოწავს, ყველაფერი მოგვარებულია და ჩემი სიდონე მაგალითად მე-4 კლასამდე ოთახიდან არ უშვებდი, იმიტომ რომ იმდენი ბავშვია. ახლა მით უმეტეს რეგიონებიდან რომ ჩამოვიდნენ, სკოლაც ფაქტიურად ვეღარ პასუხობ, არ არის საკმარისი, რასაც მე ვაკვირდები. ამიტომ ყველაფერი არის დამოკიდებული ნებაზე. ნებაზე და ამ შემთხვევაში სახელმწიფო არის ამ ყველაფრის წარმმართველი და მოტორი. ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამ სახელმწიფოს გარშე. სახელმწიფოს ნება უნდა იყოს, რომ რა ვიცი, აი პროგრამებზე და ამ ყველაფერზე ხო არის ადამიანები, ვინც მუშაობენ, მე არ ვიცნობ ამ პროგრამების და ამ მუშაობის პროცესს, მაგრამ თუ მოინდომებს სახელმწიფო, ბევრი რამ შეიძლება სასიკეთო, რა. რა თქმა უნდა, ბავშვზე ორიენტირებული უნდა იყოს ყველაფერი. მთელი სამყარო უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული. ბავშვი არის ღმერთი, ყველაფერი არის ბავშვი რა. კი, სამყაროს ცენტრია და აქედან უნდა დავიწყოთ. ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ამ ჩართვისთვისაც. მე კი დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩემი სტუმარი იყო მიხეილ გაბაიძე და მე მგონი უკვე რეგალიების წარდგენ აღარ ჭირდება, იმდენად კარგად გამოვლინდა ეს ადამიანი თავისი მისწრაფებებით, თავისი ხედვებით და მის მიერ გაკეთებული საქმეებით. დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს რომ გამოიცეთ ჩვენს არხს და ძალიან გვაინტერესებს როგორ იქნება კომენტარები ამ პოდკასტზე.